საქართველოდან ქართველი ეთნოსის მასიური გადინების ფონზე ხდება უცხოტომელების შემოსვლა, ასევე მასიურად. ასევე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით. ძალიან მასიურად იყიდება ქართული მიწები. ჩვენი ქვეყანა ზოგადად მართლმადიდებლური ტრადიციული ქვეყანაა, რომელიც უფრო დიდი ნაწილი მართლმადიდებლური ტრადიციით ცხოვრობს და ეს ტრადიცია გრძალავს მიწის გაყიდვას. საერთოდ სადაც ღვთიური კანონი ირღვევა, იქ იწყება ქაოსი და აი ამას ვხედავთ ჩვენ დღეს ჩვენს ქვეყანაში. იღუმენი იოთამი მოვითხოვ ხელისუფლებისაგან შეწყდეს უკონტროლო მიგრაციის პროცესი, შეაჩეროს უცხოელებზე ბინადრობის უფლების გაყიდვა და ქართველ ხალხს დაუბრუნოს საკუთარ სამშობლოში ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების პირობები. მე ბერმონაზონი იობი აბაშიძე მოვითხოვ სახელმწიფომ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს უკონტროლო ბინადრობის უფლებების გაყიდვა და ქართველ ხალხს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული პირობები. მე დეკანოზი პეტრე ტიტვინიძე მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს ბინადრობის უფლების გაყიდვა და ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული პირობები. მე დეკანოზი დავით დათუაშვილი მოვითხოვ ხელისუფლებისაგან შეწყდეს მიგრაციული პოლიტიკა და მიგრანტების ასეთი მასიური შემოსვლა, ასევე ქართული მიწების გაყიდვა აიკრძალოს და ვითხოვ ასევე, რა თქმა უნდა, ქართველებისათვის, ქართველი ეთნოსისათვის ღირსეულ სამუშაო და სოციალურ პირობებს. მე დეკანოზი გიორგი ჟღენტი მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს ბინადრობის უფლებების გაყიდვა და ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული პირობები. მე ერთი რიგითი ქართველი, ღვთელი იაკობ ბესტვირიშვილი, მოუწოდებ და მოგიწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოთ აი ამ ბინადრობის უფლების მიცემა უცხოტომელებზე. მე ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ბერი კოზმე კაპანაძე მოვითხოვ ხელისუფლებიდან შეაჩეროს შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია და შეაჩეროს უცხოტომელთა ბინადრობის გაცემა გაყიდვის გამარტივებული კანონი და ქართველ ხალხს დაუბრუნოს ღირსეული სამუშაოები და სოციალური პირობები. მე დეკანოზი სპირიდონ სკიფურიშვილი მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს უცხოტომელთა ბინადრობის უფლებების გაცემა გაყიდვის გამარტივებული კანონი, ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული სამუშაო და სოციალური პირობები. მე ღვთელი თორნიკე მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს უცხოტომელთა ბინადრობის უფლების გაცემა გაყიდვის გამარტივებული კანონი და ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული სამუშაო და სოციალური პირობები. მე დეკანოზი თადეო სარალიძე მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს მიგრაცია, შეაჩეროს უცხოტომელთა ბინადრობის უფლების გაცემა, მიგრანტებს ჩამოერთვათ გაყიდული ბინები, მიწები და დაუბრუნდეს ქართველ ერს, გამყიდველებს ჩაუტარდეს კონფისკაცია და დაისაჯონ მკაცრად. მთავრობამ ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული სამუშაო და სოციალური. მე მღვდელი დავით ბოჭარიშვილი მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს უცხოტომელთა ბინადრობის უფლებების გაცემა გაყიდვის გამარტივებული კანონი, ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული სამუშაო და სოციალური პირობები. მე არქიმანდრიტი ზაბულონ ხუბუკელაშვილი მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს ბინადრობის უფლების გაყიდვა და ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული პირობები. მე იღუმენი ისიდორე ოქროპირიძე მოვითხოვ
ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს ბინადრობის უფლების გაყიდვა და ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული პირობები. მე ბერი ლონგინოზი ბრაგვაზე მოვითხოვ ხელისუფლებამ შეწყვიტოს უკონტროლო მიგრაცია, შეაჩეროს ბინადრობის უფლების გაყიდვა და ქართველებს საკუთარ სამშობლოში შეუქმნას ღირსეული პირობები.